ანა კალანდაძე გააგრძელებს. აბა, რა გინდოდა გეთქვა მაშინ, აბა ერთი რო აღარ დაგაცადეთ. კარგი შვილი დედის გულის ვარდია, ცუდი შვილი დედის გულის ზარდია. შენგენაც. დავკარიტაში ნუ გერიდები. მოდი ახლა განვიხილოთ მაშინ ეგ ამბავი რას ნიშნავს. რატოა ერთი დარდი და მეორე ვარდი? რატო? იმიტომ რომ აბა ვის ვათქმევინოთ, აბა შენ ვის გინდა, აი ვაშკაც ვათქმევინოთ. აბა მიდი მივუტანე მიკროფონი. იმიტომ რომ შვილი როცა ცუდად იქცევა დედა დარდიანობს და როცა კარგად იქცევა არ დარდიანობს და უხარია. კი ბატონო. აბა კიდე ვის ვათქმევინოთ. აბა. მე მგონი ყველა ეთანხმება და ხელს ამიტომ აღარ იწევენ, ხო? აბა, ვინ იწევს? დავითი, აბა მიდი დავითს მივუტან. აბა რას თქვის? როდესაც შვილი კარგად იქცევა, მაშინ დედა ამაყობს თავისი შვილით და როცა ცუდად იქცევა, შვილი დედას არ წყვეტს. ეხლა მოდი ეს თქვათ, ესე იგი, რა ჯობია დედა გახარებული იყოს და ამაყი ჩვენით თუ დარდიანი? გახარებული არ ჯობია? წარმოიდგინე, აი რომ იცი რომ შენი საქციელი დედას უსაზღროდ გაახარებს. ჯერ მარტო მაგიტომ ღირსეულად რომ მოიქცე. სულ ყველაფერს რო თავი დაანება. მარტო მაგიტომ ღირს რომ გაიხსენო რომ შენი საქციელი დედა უსაზღროდ გაიხარებს. ეგრე არ არის? ვაშკაცო. ეგრეა. ესე იგი რა გავაკეთოთ ჩვენ? ცუდად მოვიქცეთ თუ კარგად მოვიქცეთ? კარგად. ესე იგი ესეც ხო შეიძლება ვთქვათ რომ ვისაც დედა უყვარს ის დედის გამო აუცილებლად კარგად მოიქცევა. ხო მართალია? იმიტომ რომ ჩვენ საქციელში გამოჩნდება როგორ გიყვარს დედა. მამამ რაღა დააშავა, შენ გონია მამა არ დარდობს? არა. არ დარდობს? მამა არ დარდობს? მამაც დარდობს. დედაც დარდობს. ორივე დარდობს. ესე იგი, ვისაც უყვარს მშობლები, ის მოიქცევა ღირსეულად. აბა. აკაკი წერეთლის გამზრდელი. ცოტა მოზდილებს, ხო გაგონიათ? რა თქვა იმან? მოსაკლავი, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზრდიხ. ესე იგი, მშობელი ძალიან დარდობს შვილის საქციელზე, შვილზე მეტად მშობელი დარდობს. მე ხლა აი თქვენ შეიძლება ამას ბოლომდე ვერ ხვდებით, მაგრამ მე ხო ყოფილვარ პატარაც. მაშინ როდესაც მშობელი არ ვიყავ. და რაღაც ცუდი გამიკეთებია. იმაზე იმდენად არ მიდარდია, რამდენადაც აი ჩემმა შვილმა რომ იგივე გააკეთოს. ალბათ თქვენი მშობლებიც ეგრე არიან. ჩემი შვილის საქციელი უფრო მახარებს, ვიდრე მე რომ გამეკეთებინა იგივე. და ჩემი შვილის საქციელი უფრო მამწუხრებს, ვიდრე მე რომ გამეკეთებინა. გესმით? ეხლა კი არ გესმით, ეხლა მარტო თქვენ ყურებს ესმით, მაგრამ რო გაიზდები შენი გულიც იგივე სიტყვის. აი მართალი ყოფილაო. გაიგე? მადლობა, გაიქეცი. ეხლა ხო აღარა ხარ ნაწყენი? მოდი, ელენე ანა კალანდაძის ლექს შემოგთავაზებს, დღეს ნინოობაა და ნინოობას უკავშირდება. ლურჯ მწვერვალებს ქარიშძის ფერმის შეხვევდა და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი დოჯავა ხეთის მთათაზე და ტყეებში ქარიშხლები ბღავდნენ. მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავნის ტბასა ზედად რწოდა ქარი.
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი. თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი, ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე წემს აკითხა, რომელია ქართლის გზაი, წემს მოუთხა. საქართველო არის ესე, მიეძინა, ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო, ეს ვინ არის? გამოცხადა მგზავრის წინა, ნუ გეშინი, მიუგებდა იესო, გაეღვიძა, წუთით იგრძნო მშობლის სება, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს, თოვლი იდო ჯავახეთის მთათაზე და ტყეებში ქარიშხლები ვყავდა. მადლობა ელენე. მადლობა ელენეს და მადლობა ანა კალანდაძეს, რომ მისი ლექსით რამდენმა ადამიანმა გაიგო წმინდა ნინოს შესახებ. ვიღაცამ საერთოდ შეიძლება პირველად წმინდა ნინოს შესახებ სწორედ მისი ლექსით გაიგო. არიან ეგეთი ადამიანებიც, რომ შეიძლება არ იცოდა წმინდა ნინოს შესახებ და სწორედ ამ ლექსით შეიტყო მისი მოღვაწეობის შესახებ და მერე ვინ იცის ეგრე ლამაზად ნათქვამა სიტყვებმა როგორი ინტერესი აღძრა ადამიანში და მერე უფრო დანარჩენი რაღაცებიც მისი მოღვაწეობის შესახებ შეიმეცნა და შეიტყო. ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით გავრცელებულია სახელი ნინო და გიორგიც. გიორგი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული. ალბათ გიორგი რომ ქვია, მაგდენი არავის არ ქვია სხვა სახელი. ალბათ ყველა მე არ ვიცი ახლა სტატისტიკა როგორ არის, მაგრამ მე ესე გონია, რომ ყველაზე მეტი გიორგი ქვია ჩვენ ქვეყანაში, თუ რამე სახელი არსებობს ისეთი, აი უფრო ხშირი სახელი, გიორგი ალბათ ჯობნის ყველას. სხვათა შორის თქვენ იცით, რომ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი იყვნენ ნათესავები. და მე ასეთი რამ გამიგია, რომ წმინდა გიორგის ბორბალზე წამების შესახებ ცნობა სწორედ წმინდა ნინოს მოუტანია საქართველოში. 6 მაისს არის გიორგობა, როდესაც წმინდა გიორგი აღესრულა მოწამეობრივად, მაგრამ 23 ნოემბერს არის წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე. 6 მაისს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. და 23 ნოემბერი, ძველი სტილით ეს იყო 10 ნოემბერი, როცა მოხდა ეს ამბავი, ეს 10 ნოემბერი იყო. უბრალოდ ახალი კალენდარი რო შემოვიდა, ამას 23 ნოემბერი დაერქვა. აი ეს ცნობა სწორედ წმინდა ნინოს მოუტანია საქართველოში და მის მიერ ყოფილა ეს დღესასწაული აქ დაწესებული. და თუ სხვაგანაც ზეიმობენ ამას და დღესასწაულობენ, სწორედ საქართველოდან არის წაღებული. ეხლა კითხვა ისმის ასე. წმინდა გიორგი ბორბალზე აწამებს და ჩვენ რატო დღესასწაულობთ? ადამიანი აწამებს და ჩვენ დღესასწაულობთ, ახლა წარმოიდგინეთ, მაგრამ აქ თავარი ნახეთ რა არის. თავარი ის არის, რომ წმინდა გიორგი კი არ დააშავა და იმიტომ კი არ აწამეს. წმინდა გიორგიმ ქრისტეს ერთგულება გამოიჩინა და ამიტომ უარი არ თქვა ამას. გესმით, აი მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ, ხო არის ხოლმე, რომ ადამიანი რაღაცას დააშავებს და ერთ-ერთი სასჯელი ასეთიც არის, რომ რამდენიმე საათს შრომას მიუსჯიან, რომ შენ უნდა იშრომო. დაგიყვანენ ანიკ გაშრომებენ ანიკ. ეგ კი არ არის აღსანიშნავი და საზეიმო, ეგ კი არ არის, რომ შენ როგორც სასჯელი ეგრე შრომობ. აღსანიშნავი იცი რა იქნებოდა? შენ რო იცოდე, რომ არის გაჭირებული ოჯახი, რომელსაც არ შეუძლია, რომ თავისი ბაღი დაბაროს, გათოხნოს თუ შეწამლოს და შენ რომ მიხვალ და აი მის სასიკეთოდ რომ იშრომებ. ანუ სიყვარულის გამო რომ იშრომებ, აი ეგ არის ძალიან დასაფასებელი. ამიტომაც რას დღესასწაულობთ, რომ წმინდა გიორგის ერთგულებას ღვთისადმი, აი ამას დღესასწაულობთ. ბიჭებო, ეგ საუბარი თქვენ შეგიძლიათ გარეთაც აწარმოოთ. მეორეთი ნუღარ მათქმევინებთ მაგას.
თუ არ გინდათ ამის მოსმენა, შეგიძლიათ გარეთ ისაუბროთ. ჩვენ აქ ხო არავის არ ვაძალებთ, ხო თქვენით მოხვედით. თუ გონიათ, რომ იცით რაზეც საუბრობთ, შეგიძლიათ გარეთ იყოთ. აი ხო არიან გარეთ, ზოგი არ შემოდის. არ აინტერესებს. თქვენ თუ შემოხვედით, რომ გაინტერესებთ, მაგაზე ნუ არ ვიტყვით. ერთი ასეთი შეკითხვა იყო და მე სიმართლე გითხრათ, რომ ამ შეკითხვამ ძალიან დამაფიქრა და მეცადა ვიპოვო სად იყო. რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს? აი აქ რაც ხდება ამ ყველაფერს რატო აკეთებთ და ხანდახან დავფიქრდები ხოლმე მართლა რატო აკეთებთ ამ ყველაფერს. ცი რა არის აი ზოგჯერ იმედ გაცრუება მიპყრობს ხოლმე რაღა დაგიმალოთ. რომ აი რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს? რამე შედეგი აქვს ამას რომ ვაკეთებთ? და ზოგჯერ ვერ ხედავ ხოლმე შედეგს. მაგრამ მე გულს ის მიმაგრებს ხოლმე რომ ზოგჯერ ხედავ ამ შედეგებს. მადლობა ღმერთს, რომ ეს შედეგები ჩანს. თან კიდევ ის მიმაგრებს გულს და იმედს მაძლევს რომ ერთმა ადამიანმა მითხრა, ძალიან კარგი რაღაც სიტყვები მითხრა, რომ ზოგი ადამიანიო ყვავილს გავსო. ზოგი ადამიანი ხეჭეჭურს გავსო. ახლა ამათ შორის იცი რა მხელა განსხვავებაა? შეიძლება ყვავილი დაუშვათ ერთ დღეში გაიზარდოს და დაინახო რომ აჰა აყვავდა და გაიფურჩქნა. ხეჭეჭურს კიდევ 10 და 15 წელი ჭირდება. ესმით, ანუ ზოგ ადამიანში შედეგი შეიძლება მაშინვე გამოჩნდეს და ზოგ ადამიანში შეიძლება წლების მერე გამოჩნდეს. ეხლა რო აი მაგალითად ბიჭებს ხო შენიშვნა უთხარ. შეიძლება რომ გაიზრდებიან, ამათზე მეტი შედეგი ვერავინ ვერ გამოიღოს. გესმით? მაგრამ ამ წუთში შეიძლება ჩანს რომ ცოტა მოუსვენრობენ. ამიტომ აიგეც მაძლევს ხოლმე იმედს, რომ დღეს შეიძლება არ ჩანს და ამ ყველაფერს რატო ვაკეთებთ, იცით რომ პირველ რიგში ამას მე იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს არის ხო არის რომ აი ბატონმა რო ტალანტები დაურიგა თავის მონებს, სახარებისეული იგავი ტალანტების შესახებ, ხომ გახსოვთ? ხო და ჩვენ ხო აქ მღვდელმთავარმა გამოგზავნა, ჩვენით ხო არ მოვსულვართ. გახსოვთ ჩვენი საუბრების წიგნის დასაწყისში სწორედ ეს წერია. მეუფის შესახებ არის მოგონება და იქ არის ნათქვამი, რომ აქ რომ მოვდიოდით მსახურებისთვის 2014 წელს. მე საერთოდ ვერ წარმომედგინა თუ სადგურზე ვიმსახურებდი. მით უმეტეს ვერ წარმომედგინა მანამდე თუ დოეში ვიმსახურებდი. დოესი დედამიწის რომელ მხარეს იყო წარმოდგენა არ მქონდა. ხო და აიგრე მეუფემ თავისი მანქანით ჩამიყვანა დოეში და მითხრა რომ აი აქ უნდა იმსახურო. გამაცნო იქ ხალხი რაღაცა. მე დავნიშნეთ შეხვედრა ხალხთან დაიწყო მსახურება. 8 თვის შემდეგ მეუფემ მითხრა აი ეხლა აქ უნდა იმსახურო. ხო და მე კიდევ თუ მეტყვის რომ წამიყვანს და ეხლა აქ უნდა იმსახურო, მე იქ უნდა ვიმსახურო. ხო და მეუფე აქ რომ გზავნი და ასეთი რამ მითხრა. იქ ბავშვები მოვლენ და შენ უნდა ასწავლო. და ეგ ნიშნავს რომ ეს ჩვენი მოგონილი კი არ არის, ადამიანურ დონეზე კი არ წდება, რომ აი მე მოვიწადინე ეხლა რომ რაღაც გაგვეკეთებინა. ხო ჩანს რომ თავშივე ჯერ კიდე 2-3 წლით ადრე ეს იყო ნათქვამი, რომ იქ ბავშვები მოვლენ და შენ უნდა ასწავლო. და მე ვფიქრობ, რომ იქნება ღმერთმა მე ეს ერთი ტალანტი მომცა. როგორც იმათ ზოგს 2 მისცა, ზოგს 5 მისცა. ხო და მე რომ მიწაში არ დავფლა ეს ტალანტი და რომ გამრავლდეს. ერთ-ერთი ისიც ეს არის, აი რატო ვაკეთებთ ამას? რომ ვთვლი რომ ღვთისგან მე ეს კურთხევა მომეცა. სხვა სასულიერო პირი შეიძლება სხვა მხრივ მიეცა როცა კურთხევა, იმან ის უნდა აკეთოს, გესმით? სხვა კიდე სხვა და ასე შემდეგ. ხო და ნახოთ რა გამოვა აბამ. გამოჩნდება. და სიმართლე რო გითხრათ, აი როგორც წეღან ამბობდა ვაჟკაცი რომ კარგი შვილიო დედის გულის ვარდიაო.
თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენთვის არის ძალიან დიდი სიხარული. სიხარული იმიტომ, რომ თქვენ იქნებით კარგად. თითოეული თქვენგანის წაბორძიკება ჩვენთვის ძალიან დიდი მწუხარება. ისე რომ აი თქვენ არ იფიქროთ, რომ თქვენი კარგად ყოფნა ან ცუდად ყოფნა, მხოლოდ თქვენი კარგად და ცუდად ყოფნა. აი ამ ჩვენი სამრევლოს და თითოეული ჩვენგანის, ვინც აქ რაღაცას ეწვალება, აი ბავშვები იქნებიან თუ დიდები თუ მე ვიქნები, ყველას კარგად ან ცუდად ყოფნა. ისე რომ აი მაგაზეც უნდა იფიქროთ. კიდევ რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს, იცით რომ დღეს შეიძლება ჩვენ ერთად ვართ და ხვალ ვინ იცის ახლა მით უმეტეს აი გოგონები ხართ ხო ვის ფოთელი შეუყვარდება და ვის თელაველი და ვის წალენჯიხელი და ბათუმელი კაცმა არის ვისაც გაფრინდება ჩვენ არ ვიცით ხო და სანამ გვაქვს ერთმანეთთან შეხება და ურთიერთობა გვინდა რომ ვთქვათ ისეთი რამ რაც ღირებულია და რაც თქვენ გამოგადგებათ ესმით და მე კიდე ამას წინათ მოხდა ესეთი საოცარი რაღაცა რამაც აი იმედი წეღარო ამბოდი ხან მე კარგება მეთქი აი იმან იმედი მომწ ერთი ბავშვი რომელიც აქ მოდიოდა ხოლმე ну მოდიოდა ხოლმე აი წლების წინ ვამბობ შეიძლება 8 წლის წინ 7 წლის წინ და ну გაიზარდა მე სკოლა დაამთავრა დაოჯახდა სადღაც უცხოეთშიც იყო ცოტა ხანი რაღაცა ესე და მე ცოტა აერია ცხოვრება რაღაც მეუღლესთან პრობლემა რაღაც ოჯახი ხო და განსაცდელი როდესაც ქონდა წუხარება და ტკივილი მოვიდა და ერთად ვლაპარაკობდით და აი ამაგან გამახარა მისმა ტკივილმა კი არა გასაჭირში რომ აქ მეგობარი ეგულებოდა აი მაგან გამახარა დაიგმაძლევს კიდე რაღაცა იმედს თქვენ თუ დაუშვათ გავადრო და წარმატებულები იქნებით და ღვთისმოყვარებით იცხოვრებთ და არანაირი დახმარება არ დაგჭირდებათ მე ძალიან გამახარებ და სულაც რომ არ მოხვიდეთ აქ სიხარულის სათქმელად თუმცა ეს სიხარული თავისთავად ცხადია გამახარებს მაგრამ თუ მოხვალთ და იტყვით მაგრამ რომ არ მოხვიდეთ მაგითი არაფერი არ დაშავდა მაგრამ თუ გავადრო და თქვენ რაღაც განსაცდელის წინაშე დადგებით აი მაშინ კი ნამდვილად უნდა მოხვიდეთ და უნდა იცოდეთ რომ აქ გელოდებათ მეგობარი რომელიც მოგისმენთ რომელიც თქვენთან ერთად ეცდება რომ ის რაღაცა პრობლემა გადაჭრას რამდენად შეძლებს ეგ სხვა საკითხი ბოლო თქვენთან ერთად იტირებს მაინც თუ პრობლემას ვერ მოაგვარებს და თქვენს გამო ილოცებს მაინც მე ხო ვხდელიო ჩემი საქმე ერთ-ერთი ეგეც არის რომ უნდა ილოცოს და ღმერთს შეავედროს ადამიანები და აი ეს მაინც მოხდება გესმით ამიტომაც აი მე ყველას ვეუბნები ხოლმე ჩვენი გულის კარი ღია და ეს გული ყოველთვის ღია დარჩება ყველასთვის ჩვენ წლები რო გავა შეიძლება აი ესე პირისპირ ერთმანეთთან ყოველ შემთხვევაში ესე ხშირად ვერ ვიყვეთ მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი რწმენა, გვაქვს ერთი ღმერთი, გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი საფიქრალი და საზრუნავი. და ჩვენ ერთნი ვართ, ესე იგი, აი ჩვენ თუ მე პირადად და ჩვენ ყველა ვინც აქ რაღაცას შრომობს, თუ მივახციეთ იმას, რომ ჩვენში ჩაინერგა ის, რომ ჩვენ ვართ ერთნი და არ ჩათვლით თქვენ, რომ ეს ჩემი პრობლემაა და იმას ნეტა რა შეაინტერესებს, ეგ უკვე იქნება მიზანი მიღწეული. რომ თქვენ ამას არ ჩათვლით, რომ ჩვენი პრობლემა გვაქვს და მას არ აინტერესებს ჩვენი პრობლემა. აქ ყოველთვის თქვენი პრობლემა აინტერესებს და თქვენი სიხარული გაახარებს. ამიტომ აი ეს მინდა რომ ძალიან კარგად დაიმახსოვროთ და საბოლოო მიზანი კი ამ ყველაფრისა არის ის, რომ ჩვენ მე ვამბობ აი საბოლოო მიზანს თორემ ის რომ კარგი ოჯახი უნდა შექმნა და ქრისტიანულად იცხოვრო ღირსეულად ეს ყველაფერი გზაა პროცესია მაგრამ მიზანი ის არის რომ ჩვენ თითოეული გადავრჩეთ და უფალთან ერთად ვიყოთ მარადიულად და უფლის კარავიც ამიტომ ქვია უფალთან მარადიულად ყოფნის სურვილი და ეს არის საბოლოო ჯამში მიზანი აი ამ გზაზე შუაში ხან წაქცევა იქნება ხან წაბორძიკება ხან ფეხზე დგომა და წარმატება იქნება
ეს ჩვენი გასავლელი გზა. ეხლა რამდენი ადამიანიც ხართ აქ, იმდენნაირი გზა არსებობს. და დღეს კიდე რადგან რაღაც ესეთი დღესასწაულის დღეა და ბავშვები ცოტა მიუფანტულები არიან, ცოტანივად. იმ ბავშვებისთვისაც, ვინც აქ არიან ხოლმე, ყველასთვის თავისებური გზა არსებობს. ხო და აი ამ გზაზე ჩვენ თუ შევძელით და ქრისტე ყავდა გვერდით და შემწეთ და მას ხელი ჩავჭიდეთ და მასთან ერთად გავიარეთ ეს თითოეული ესე იგი ექსტრემალური სიტუაცია თუ სხვა, მაშინ იქნება ძალიან კარგი შედეგი. უფალთან ერთად ყველაფერი არის ადვილი. ძალიან დიდი ნუგეში აქვს ადამიანს უფალთან ერთად. მაგრამ უფალს რო შორდება ადამიანი, მერე უკვე უჭის. მერე უკვე თითქოს გამოსავალს ვერ პოულობს. ამიტომ აი ჩვენი მცდელობა ეგ არის, რომ ჩვენ რაღაცნაირად უფალთან ერთად ვიყვეთ და ერთმანეთს რო გამოვიდეს. აი მე არაერთხელ მithქვამს დავით მეფსალმონის სიტყვები. გაგიგიათ დავით მეფსალმონე? დავით მეფე, დავითი და გოლიათი. ეს ამბობს არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ანუ თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ცუდად შრებიან მაშენებელნი მისნი, ტყუილად შრომობენ მისი მშენებლები. და თუ უფალი არ დაიცავს სახლს, ქალაქს, ტყუილად ფხიზლობენ მისი გუშაგები, მისი დარაჯები. და თუ უფალი რაღაცაში ხელს მოგიმართავს, ვეღარავინ ვეღარ აღუდგება წინ. მაგრამ თუ უფალი არ დაგლოცავს იმ საქმეზე, რასაც აკეთებ, შენ ვერაფერს ვერ შეძლებ. ვერ გააკეთებ შენით. ამიტომ ეცადეთ, რომ უფალთან ერთად იყოთ. როგორ შევიკავო ბრაზი, როდესაც მაბრაზებენ, როცა ვინმე მაბრაზებს. როგორ შევიკავოთ ბრაზი, აბა? იკავებთ ხოლმე ბრაზს თუ ვერ იკავებთ ხოლმე? ზოგი ვერ იკავებს. ზოგჯერ ჩვენ იმდენად ვერ ვიკავებთ, რომ შობლის მიმართაც გაღიზიანებით ვამბობთ რაღაცას. მაგრამ აი მაგალითად შობელს რომ რაღაცას უხეშად ეტყვით. მერე მიდიხარ და შენდობას თხოვთ. თუ გავიწყდებათ. კაცის ღირსება ის არის, რომ შობელს თუ შეეშალა მას და შობელს ცუდად მიმართა, ანუ შობელს კი არ შეეშალა, ჩვენ თუ ჩვენ რომ შობელს უხეშად ვეუბნებით რამეს, ეს ჩვენი შეცდომა და პატარა შეცდომაც არ არის. და როდესაც ჩვენ რაღაც შეგვეშლება მშობლის მიმართ, რამდენად გვაქვს ის გაბედულება და აშკაცობა, რომ მივიდეთ და შენდობა ვთხოვოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. მეგობართანაც ესე. თუ რაღაც შეგეშალა, უნდა მიხვიდე და შენდობას თხოვო. როგორ უნდა გაუმკლავდე კონფლიქტურ ბავშვებს, ისე რომ არ ვიჩხუბო. იცით რა არის? ჩვენ უნდა ვეძებოთ ყველანაირად გამოსავალი, რომ კონფლიქტის და ჩხუბის გარეშე გაკეთდეს საქმე. სიტყვით და დალაპარაკებით ყველაფერი შეიძლება რომ მოგვარდეს. სტატუს მქონე ადამიანების ზიარება შეიძლებაო? განა არ შეიძლება, შეიძლება. მაგრამ რატო იმახინჯებს ადამიანი თავს რაღაცეებით? არ უნდა დაიმახინჯოს. როცა არ ვარ ასე იგი ყველა ასოს შორის ერთნაირი დაცილება. მათ შორის სიტყვებს შორის. როცა როცა არ ვარ დამნაშავე, თან ზოგი ასოები ერთმანეთს. როცა არ ვარ დამნაშავე, როგორ დავაჯერო სხვებსო. უნდა აუხსნა ერთხელ. 7 ჯერ არა, ერთხელ უნდა აუხსნა. და დანარჩენი უნდა მოითმინო. უნდა ერთხელ აუხსნა, ნამდვილად რა იყო და როგორ იყო. და მერე გაანებო თავი და არ არის საჭირო შენ რო დააჯერო. არ არის დაფარული, რომელიც არა გამოცხადდეს. გავადრო და როგორც წმინდა წერილი ამბობს, შენი სიმართლე დღის სინათლესავით გამოჩნდებაო.
გამოჩნდება. მაგრამ ცოტა მოთმინება მოგიწევს. და როცა გამოჩნდება შენი სიმართლე, მაშინ დიდ პატივს დაიმსახურებ. და შენ თუ ახლა იკამათებ და 700 ჯერ იტყვი არა? შეიძლება უფრო ცუდი რამე გააკეთო. რატომ? ეს ხო წავიკითხეთ. როცა ბოროტი გული გაქვს და გინდა კეთილი გახდე, როგორ უნდა გახდე კეთილიო. ისეთ რა არის? ჩვენი გულიდან უნდა გამოვდევნოთ ყველაფერი ის, რაც არ მოგწონს. ეგ რომ ადამიანი ამბობს, როცა ბოროტი გული გაქვს და თავის თავში თუ ამჩნევს ცუდ თვისებებს, ეგ უკვე განკურნების დასაწყისია. როდესაც ჩვენს თავში ვამჩნევთ, რომ აი მაგალითად მე ვამჩნევ ჩემს თავში, რომ რაღაცა შემშურდა, რაღაც მეწყინა ადვილად არ უნდა წკინდეს ადამიანს. უწყინარი უნდა იყოს. ქრისტიანის ერთ-ერთი თვისება არის, რომ უწყინარი უნდა იყოს. კი არ უნდა გაიბუტოს, გაიბრუსხოს, დაიბოღმოს. უწყინარი უნდა იყოს. თუ ვამჩნევ, რომ დამენანა, ეგ უკვე კარგია. განა ის არის კარგი, რომ დამენანა. კარგი ის არის, რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ დამენანა. ერთი მეგობარი გვყავდა და აი ჩვენ ხო არის ხოლმე, რომ ვლაპარაკობთ იმას, აი ეს კარგად ზოგმა ასე იცის, რომ თუ რამე სიკეთეს გააკეთებს, ყველას ეტყვის, მე ასე გავაკეთე, მე ისე მე იმას დავეხმარე. და ეს ჩვენი მეგობარი იცით რას ამბობდა? ამბობდა ხოლმე, მე აი შემშურდაო. მე იქ დამენანა რაღაცა. მე იქ ტყუილი ვთქვი და იმას რასაც ის ამბობდა, იცით რა ჭირდება? იმას გაბედულება ჭირდება. ეგრე ადვილი კი არა ითქვა, რომ შემშურდა. აი ახლა ამ გოგონას რომ პომადა უსვია და მე რომ შურს, აი ხო არ არის ადვილი რომ ეთქვა, მაგრამ ხო თქვი. ლამაზი პომადა რო უსვია. ტუჩსაცხი თუ როგორც არის. ხო შეიძლება ვიღაცამ რაღაც შეიძინა და შენ შეგშურდა და ჩვენ კი ვერ ვამბობთ ხოლმე რომ შეგშურდა, იმიტომ რომ ვიცით რომ შური არ არის კარგი. აი ხა იმ ბიჭს რო პილში რაღაცა პულტი უდევს და ათამაშებს. მეც ხომ მინდა რომ ეგრე გავაკეთო, მაგრამ მე ვერ გავაკეთებ. რა ვქნათ? არა ხომრო ფარსლა კია. შენ არის ჯავრო მაგას. ხომრობა რა უყოთაბა. დებიდაც მე ვიყავთ. ჩვენ ერთი კითხვა იყო კიდე, რატო აერჩიათ მამაობაო? ესეთი კითხვა. ცით რა არის? ჩვენ ყველაფერს კი არ მე პატარა რო ვიყავ, კი არ მიფიქრია რომ აი მამაო უნდა გავხდე მეთქი. სულ ამბობ ხოლმე, მე მინდოდა რომ ფეხბურთელი გამხდარიყავი და კიდევ კარგი ვერ გავხდი მეთქი. რატო მეკითხებიან ხოლმე და იმიტომ რომ ჩვენს ნაკრებს ისედაც როგორ უჭირს და კიდე მე რო დავემატებოდი რა იქნებოდა, ეხლა წარმოიდგინეთ. ხო და მე მგონია რომ ღმერთმა მეც დამიფარა და ესე მის ხარავცადე, მოკლედ, ხანიქით მივედე, ამა თუ იმ სპორტს, ჭიდაობა თუ, კალათბურთი თუ, ცურვა თუ, მერე სკოლებში ხო 5 სკოლაში ვსწავლობდი. აი ხა რატო გავხდი მამა? ხო კითხვა იყო. ხო რამოდენიმე სპორტზე დავდიოდი, მერე რამოდენიმე სკოლაში დავდიოდი. და მერე კიდე რაღაცა უნივერსიტეტი რომ მოსჩა, ხანიქით მივედე ხან და რო არაფერი გამოვიდა, ღმერთმა მიყურა და წამოდი შვილო, შენგან არაფერი გამოვაო და მოდი მე დაგავალებ რაღაცეებსო და აი ესე დამოვალა ალბათ თავისი საქმე და ესე მოხდა. გამოჩინე კაცო, შვენიერი ის გისვია რა იყო, რა გეშინია. ხო არ გაგახსენდათ რამე ანდაზა. მოდი აბა ვაშკაცო, შენ რაღაც დღეს კაი ხასიათზე ჩახარე. უკანზეც კიდე ვიღაცა ხელი ჩანს მარტო. აბა რა უნდა გითხრა, მოდი.
ნუ დასცინის სხვასაო გადაგხვდება თავსაო. მოდი. ეგ რას ნიშნავს? ვიღაცას რო რაღაც დაემართება, შენც იგივე გადაგხდება. რა ქვია შენ? მახო, ჩემო მახო, მალხაზი, ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი? დაუშვათ შენ გარანტია, ხო იცი რაც არის? აი გარანტია მოგცეს, რომ არასოდეს არ გადაგხდება თავს ის, რასაც სხვას დასცინებ. ანუ შენ რამდენიც გინდა დასცინე, შენ ეგ თავს არ გადაგხდება. ვიღაცას ფეხი დაუდეთ სკოლის დერეფანში, შენ არავინ არ დაგიდევს ფეხს. ანუ იმის გარანტია, რომ ჩვენ ეს თავს არ გადაგხდება, გვაძლევს უფლებას, რომ ვაკეთოთ, დავცინოთ. არა. რატო? იმიტომ რომ მაინც გადაგხვდება თავს. ანუ არა, დაუშვათ ეხლა უკვე ნოტარიალურად დამტკიცებული ფურცელი გიჭირავს, რომ არ გადაგხდება თავს. აი რო იტყვიან ხოლმე, წყალი არ გაუვა, არ გადაგხდება თავს. რატომ არ გავაკეთოთ? თუ იქნება გავაკეთოთ. იმიტომ რომ ცუდი საქციელი გამოჩნდება. იმიტომ რომ უღირსი საქციელია, ხო მართალია. ანუ გოგოებო. რა ხდება? ესე იგი ჩვენ იმის გამო კი არ უნდა შევიკავოთ თავი დაცინის გამო, რომ ვაი თუ არ გადაგხვდეს თავს. ეგ იყო ძველ აღთქმაში, ქრისტეს მოსვლამდე. თვალისა კბილი კბილისაცი. იცი რა ხდებოდა? დაუშვათ შენ ვიღაცას დაარტყი და კბილი მოსწყდა. შენც კბილს მოგტეხავდნენ. და ადამიანი ფიქრობდა, რომ იმის გამო რომ მე კბილი არ მომტეხავ, მოდი არც მე არ მოვტეხავ. მაგრამ ეხლა ახალი აღთქმის პერიოდში ქრისტიანობამ სულ სხვა გაგება მოიტანა ურთიერთობისა. მე იმიტომ კი არ უნდა შევიკავო თავი დარტყმისგან, რომ მე მეც არ მომტეხო. არამედ იმიტომ რომ ეს უღირსი საქციელია, გესმის? თავად მე არ შემეფერება რომ დავცინო. სულ რო ვიცოდე რომ არ დამცინებენ, მაინც უღირსი საქციელი. ხო მართალია. მადლობა. მოდი ვაშკაცო, მოდი. არა, შენს, მოდი ჯერის და ორივენი მოდით, მოდი. ხერხის ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა. ეგ რას ნიშნავს? ანუ ადამიანმა რაღაც მოიგონა რა. კარგი. ხო, მოხერხებული რო ადამიანი, ხო? შეიძლება მოხერხებული იყოს, მაგრამ და უფრო ნაკლები ჯანი დაჭირდეს. რაღაცა რო აკეთეს, არა? თუ როგორ არის? ხერხი რასა, რომ ხეს რო ჭრის, მაგ ხერხზე ხო არ ამბობს? ეგა? ისე ხერხით ხო უცბად გახერხავ იმ ხეს და ჯანით კიდე როდის უნდა მოტეხო, არა? დავძანთ. აბა შენ რას გქონდა? მოდი, აბა აგვიხსენ. მაგალითად სკოლაში რო ცუდ საქციელს დააკეთებ და კლასელებს დაანახავ ბოლო საქციელს. მე ისინი აღარ გემეგობრებიან. აღარ გემეგობრებიან, კი ბატონო მართალია. აბა მოდი შენ რა გინდა რომ გითხრა? გოგოებო, მოდი თქვენც. ერთ კაცაბის წკინარცაბის კალათების წოროზე გაქონდა და გამოგონდა. ეგ რას ნიშნავს? ეგ ენის გასატეხი იყო თუ ანდაზა? ენის გასატეხი? მადლობა. ბლისკინელი, მოდი. ეს ხო გახსოვთ ვინ არის? ბავშვი ოჯახის სარკეა. ეგ რას ნიშნავს? ბავშვი როგორც მოიქცევა, ოჯახს დააფასებს. თავისი საქციელით, ხო? ესე იგი, შენ როგორც ნახეთ, ბავშვი ხო ოჯახის სარკეა. ბავშვი რო გამოდის ოჯახიდან, რო შეხედავ როგორიც არის, ესე იგი, ეგეთია ოჯახი. და ბავშვი თუ ოჯახიდან კი არ გამოვა, აი თავისი ქალაქიდან სხვაგან წავა, ის თავისი ქალაქის სარკე იქნება. გესმის? შენ რომ წახვალ სხვაგან, იტყვიან, აი გორში ასეთი კარგი ბავშვები ცხოვრობენო. ჩვენ თუ ჩვენი ქვეყნიდან სადმე წავალთ, უკვე ჩვენი ქვეყნის სარკე ვართ. აი ამ კუთხით რო ვიმშევთ. შენ როგორც მოიქცევ, იტყვიან, რომ ქართველები აი ასეთი ხალხი არიან. ეგრე არ არის? მადლობა, დავძანდი. მოდი ანაბანა.
აბა, შენ რას გვეტყვი? დედის წინ მომბენა კვიც ანგელი შეჭამს ანგლის შვილია. ეგეც ძალიან კარგი. ეგ რას ნიშნავს? დედა თუ რომ ეს გეტყვეს და არ დაუჯერებ, ცუდი რამე გადაგხდება თავს. უნდა დაუჯერო დედას და მოდი ახლა კიდე ერთი რამე ვთქვათ. ჩვენ ხო ვამბობთ რომ დედა ეკლესია. ხო და იქაც დედას უნდა დაუჯერო. ეკლესია ღვთისგან დადგენილ ეკლესიას იცი რატო უნდა დაუჯერო? მგელი სახარებაში ეწოდება ეშმაკს. პეტრე მოციქული ამბობს და ზიარების ლოცვებშიც როგორ წერია რომ დიდი ხნით შენი ზიარებისგან განშორებული გონიერი მგელის მოსანადირებელი რომ არ გავხდეო. თუ ადამიანი ხშირად ეზიარება, ის გონიერი მგელი, ანუ ეშმაკი ადამიანს ვერაფერს დააკლებს. თუ ღმერთი იფაროს ადამიანს ვერაფერს დააკლებს. მაგრამ თუ ურჩობით ცხოვრობ და არა მორჩილებით და დედის წინ დარბი ხარ რა, შენით იღებ რაღაცებს გადაწყვეტილებებს და ურჩობით და არა მორჩილებით და არა ღვთის სიტყვის მიხედვით, შეიძლება მოსანადირებელი გახდე და მონადირებული ჯვარი წერია ყველას. მადლობა ანაბანა, გაიქეცი. მოდი ბარბარე და ნენელა მოდი ბარბარე და მართა ერთად მოდით. შენ ხო იყავი, მოდი გოგონებს დავაცადოთ. მოდით ერთად მოდი. მოდი ჯერ შენ მოდი ბარბარე, მოდი მოაგნებს ეგეც. აბა? ფუძი ყველგან ზღვისა, ფუტკართა ყველა ტყუისა. შენ გენაცვალე, აი? შეიძლება ტრაბახობს კაცი, მე ასეთი ვარ, მე ისეთი ვარ, არა? მაგრამ ფუტკართან ყველა ტყუის. ანუ შრომელი ადამიანი ყველგან ბევრს ლაპარაკობს და ცოტა შრომას და შრომელი უკნა რა? აბა? მირე? და შრომელი ადამიანი ბევრს შრომობს და ცოტას ლაპარაკობს. მართალია. აი, ცარიელ თავთავს რო თავი მაღლა ქაწეული და ახლობით ეგეთი ამბავია. და სავსე თავთავს თავი დახრილი აქვს. მადლობა. აბა მართა, შენ რა? ასე გაგონის ერთხელ ნანახი ჯობია. ეგ რას ნიშნავს? რასთან გიჩევნია, ერთხელ ნახო ვიდრე ასჯერ გითხრას ვიღაცა. ეს მე მგონი შენ ახლა მშობლებს თუ არ უთხარი. მშობლები მოდიან ხოლმე და გვეუბნებიან, რომ აი ამდენს ვეუბნები შვილებს და არ ეყურებო. სხვათა შორის ეხლა ხანს არ მახსოვს სახელი და გვარი ვინ არის, რამოდენიღაცა ტონა რომ გაითრია ერთმა კაცმა ყურით. ნახეთ ეგა? მე მქონდა ფოტო, უნდა მეჩვენებინა თქვენთვის და ეხლა ხო და ბავშვებს ესე იგი ყურები თუ მოსასმენად არ აქვს, არ იჯავროთ. შეიძლება იმათ დიდი საქმე გააკეთოს მომავალში. მშობლის 10 ნათქვამი, თუ 100 თქვი? 100? 100 ჯერ ნათქვამი. ჯობია ერთხელ დაანახო, როგორ უნდა გააკეთო. ხო? გაიქეც. ავდგეთ აბა მადლობა უთხრათ ღმერთს. ყველას ერთად გილოცავთ. კიდევ ერთხელ დღევანდელ დღესასწაულს.